ქუჩაში თავს ხმა წვიმაში ეს ორი პატარა გოგონა შევნიშნენ. ყინვაში საგაზაფხულო სამოსიეცვათ და კანკალებდნენ. მაგრამ მაინც იმედიანად ელოდებოდნენ ფონდის ჟურნალისტს, მათთვის უცხო დეიდას. 5 წლის მაგდა და 3 წლის მარიამი მამამ მიატოვა. ბავშვები ზამთრის ყინვაში ჭიშკართან დგანან და ქუჩაში გამგრელ უცხო მამაკაცებს აკვირდებიან. იქნებ ის კაცი მამიკოა, იქნებ სახლის გზას მოაგდო. დიახ, საბრალო ბავშვებს გონიათ, რომ მამიკო დიდ ქალაქში წავიდა სამუშაოდ და სახლში იმიტომ ვეღარ ბრუნდება, რომ გზას ვეღარ აქნებს. სიმართლე მხოლოდ ბავშვების დედამიცის, რომელიც ჯერ კიდევ ორსული მიატოვა მეუღლემ და სამშობიაროშიც კი არ მისულა მარიამის დაბადებისას. მაგდა კი მაშინ სულ რაღაც 2 წლის იყო. ქუჩაში დამიტია ბავშვები ორივე ბაღანას ვიცავა. მეორე ბავშვზე ფეხცივეთ ვიყავი, რომელიც თვე დაწყებულია, არ მახსენდება კარგად 4 წელი გევდა უკვე. მაგაზე რომ ფეხცივეთ ვიყავი და ბავშვენდებება და სამწყობაში არ მოსულა. ეს რომანაძეების ოჯახია. ამ დანგრეულ ქუხში მხოლოდ ერთი პატარა ოთახია. სახურავი დასიანებულია, კედლები დამპალი, იატაკი კი აყრილი. 5 წლის მაგდამ თავისი გულის ტკივილი გამანდო, რომ თოვლის ბაბუას წერილი მიწერა, მაგრამ თოვლის ბაბუამ გოგონებს არაფერი მიუტანა. ღმერთო, რამ ხელასევდა სიტევს ამ საოცარი გოგონების პატარა გული. სოციალური შემწეობის ფულით ავადმყოფი მარტოხელა დედა შეშას ყიდულობს და საკვების ფული თითქმის აღარ რჩება. ღვთისმიერო ადამიანებო, ერთობლივი ძალებით ჩვენ შევძლებთ, რომ ამ პატარა ანგელოზებს ნორმალური სახლი ჰქონდეთ, თუნდაც ძალიან პატარა. მეგობრებო, შემოგვიერთდით, ერთად დავუბრუნოთ ბავშვობა მამისგან მიტოვებულ ამ საბრალო ბავშვებს. გახსოვდეთ, ისინი ყოველ მომდევნო გათენებულ დილას გულის ფანცქალით ელოდებიან. ბავშვებს შერათ, რომ ერთ დღესაც კეთილი ჯადოქრები მათ შავთეთრ ცხოვრებას გააფერადებენ ზუსტად ისე, როგორც ეს ზღაპრის წიგნებშია. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.